ეს უმახსენდება ხომ იცი შენ მიყვარს რომ ციტირება ერთი ჭკვიანი კაცის ნათქვამია რომ როდესაც რაღაც გამოცდილება საკუთრად მიგაჩნია სწორედ მაშინ არსებობ და ჩვენთვის ეს იყო საოცარი ჯერ გამოცდილება არ ქონდა ასეთი მაგრამ მის შემდეგ ყოველ წელს ვაგროვებ ამ გამოცდილებას და წუხელ ამ გამოცდილების მარტა რეალური განცდა დამიბრუნდა რეალურად ვიგრძედი რომ უკვე ვარსებობ თან ბევრ რამეში გავდა წუხანდელი ღამე მე მგონი 9 აპრილს აი რაღაც მუსიკაც რაღაც მოლოდინი დარბევის იყო ბევრი ასოციაცია შეიძლება და შეგები დარბევასაც ველოდით მე მგონი არა ნიკო ასე იყო ველოდით ფაქტია და ჭიჭუშკებს ველოდით რა თავისთავად და დღესაც ნახეთ კიდევაც როგორ მუშაობს ამ შემთხვევაში FSB-ს აგენტურა ქართველი გვარებითა და სახელებით ასე რომ ეს შენურად ვიცით ასე რომ მაშინაც ასე იყო მაგრამ მაშინ რა იყო ისი გამაუგნებელი რომ აი ეს 1000 ჯერ უთქვამს და მეც გავიმეორებ ქართველი მილიციონერები მაშინ მილიციონერები იყვნენ მე სპეციალურად ვამბობ პოლიცია არ იყო მაშინ ისინი მართლა პატრიოტები იყვნენ კაცო ფაქტია რომ გვიცავდნენ და გვაფრთხილებდნენ და მე ზევით ცხოვრობ იქ ვინგოროყას ქუჩაზე მაშინ ძერჟინსკის ქუჩა იყო ჯერ კიდევ და ვიცინოდი ხოლმე დაიჭირაშვილის ქუჩაზე ვცხოვრობ მეთქე თუ თან ძერჟინსკის გამო ხო და სწორედ ავიყვანე ბავშვის სახლში ეს იგი ჯერ კიდევ 8 აპრილის ღამეა რა ავიყვანე პატარა ჩვილი 9 თვის ქალიშვილი მყავდა ავიყვანე სახლში და რომ მოვდიოდი უკან შევიხედე და ვხედავ რომ რაღაც აურაცხელი აი რაღაცა ბალონები აგროვებენ რუსი ჯარისკაცები მიხვდი რომ სულად არის საქმე ამ გაგებით და რეალურად ხო რაც დავინახეთ ხო ფაქტია ხო რაც მოყვა ამას ყველაფერს ფაქტიურად ისინი პირდაპირ მოდიოდნენ იმაზე რაც მე მოახდინეს კიდევაც უცხოური ძალები ბატონ გია უცხოური ძალები რუსეთი არა უცხოური ძალები ასე დამაგვიწყდა უცხოური ძალები ხო ეს პროვოცირებული იყო უცხოური მტრული ძალები ამ შემთხვევაში ევროატლანტიკური ძალების მიერ პროვოცირებული საწყალი რუსები საწყალი ლებედი მეგობარი და ძმაკაცი ძალიან საინტერესო რეპორტაჟი იყო დღეს პირველებში სხვათა შორის ლებედისა და ბიძინას ურთიერთობაზე და წლების განმავლობაში რომ პაძერჟვალ მან ეს რუსული სიტყვა უნდა ვთქვა ერთ-ერთ ინტერვიუში აქვს ეს ბიძინას ნათქვამი ივანიშვილს ასე რომ როგორიათ რომ ძალიან პატრიოტი ადამიანია ზოგადად ეს არა მაგათ ალბათ შეიძლება საერთოდ ამათ ხო პატრიოტიზმი განცდა არ აქვს ესენი ხალხი, ესენი არა მომხეჭველი ხალხი. ძალაუფლება, იმიტომ რომ ბევრი ფული მოკაპონ ჩვენგან მეტი არაფერი. აქ იდეალები არ არის. ბოლშევიკებს რო ადარბეხო, ბოლშევიკებს სტარი აბსოლუტურად წყულზე აწყობილი, მაგრამ იდეები ქონდათ, რაღაცეები და ამათ არაფერი არ უყრიათ, გარდა იმისა, რომ არიან ჩვენებრივ ხარბი გაზულუქებული ადამიანები, ხო? რა ინტელექტზე მელაპარაკები, ისიც კი წამოსდა გუშინ, ერთად ახალგაზრდა თუ დღესდილი წამოსდა, არა, ეს პოლიტიკურ პატრიოტს კი არა, სიდისის პატრიოტს არ დავაპატიმრებთო, მაგათ მშობლებს არ იმას პოლიტპატრიოტები თქვა. ასე რომ რეალურად რაზე ვლაპარაკობთ, ვისთან გვაქვს საქმე, ხო? წარმოუდგენელია. კიდევ ერთი რაღაცა მახსენდებოდა გუშინაც და დიდი ხანია მაგ მახსენდება. აი, როგორ იქცევიან და როგორ ექცევენ ახალგაზრდებს, ხო? აი, თუნდაც ნიკოს რაუკოს რამდენიმე თვის წინ, ხო? მართა მეტირებოდა რა, ეს აჩამითალურ სენტიმენტალური ორმა შესვერთ ვარ ახლა მომგანდა. ასე ყოველთვის ვიქნები, ხო? და იმას აქვს აქ მე არ ამგონი ხა ბიძინა კითხულობდეს მაკიაველის შეიძლება მოცულმა წაუკითხოს ან რაღაცა ყოველ შემთხვევაში ერთი ადგილია რა აუცილებლად მოგითხრათ თუ გახსოვთ ძალიან გამიხარდათ თუ არა და შეგახსენებთ როგორც არის ესე იგი როდესაც ხედავ რომ შენი ძალაუფლება სუსტებაო შეურაცხყოფა მიაყენეო შენს მოწინააღმდეგესო ოღონდ ისე კი არ მიაყენო შეურაცხყოფა რომ მე გაბრაზდეს და მოგიტრიალდესო ისე უნდა მიაყენო შეურაცხყოფა რომ გადაამტრიო და ფეხზე ვეღარ დადგესო ხედავთ როგორ ჯდება ერთ-ერთში რა ისეთი შეურაცხყოფა მიაყენო რომ ფეხზე ვეღარ დადგეს ფაქტობრივად წყირპილი დაულაც ახლა მოდი გადმოვიტანოთ რეალურად უბრალოდ მართლა გადაამტრია ესე იგი მაგრამ ეხლა რა იყო მაკიაველის კაცო თავისი ქვეყანა უყვარდა რა ამათ არ უყვარდა უბრალოდ